ბიძინა ივანიშვილმა შემოგთავაზა უსუფაშვილის და კვირიკაშვილის შედარებითი დახასიათება. მან განაცხადა, რომ უსუფაშვილის არ აქვს მსგავსი თვისებები, როგორიც აქვს კვირიკაშვილის. უსუფაშვილი ჩვენით მოვიდა პარლამენტის თავმჯდომარედ და ამას გვამადლის მუდამ და ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ რეალურად რესპუბლიკურ პარტიას 1%-იანი მხარდაჭერაც კი არ აქვს და რატომღაც რესპუბლიკელებისთვის სრულდება სახელმწიფო იქ, სადაც მთავრდება რესპუბლიკური პარტია. თამარ ხიდაშელია უკვე ჩემთან ერთად სტუდიაში, თუმცა მანამდე მაყურებელს შევთავაზებ იმ განცხადებას, რომელიც რესპუბლიკელების მიმართ გააკეთა ივანიშვილმა, როგორც ჩანს, დავით უსუფაშვილზე ბიძინა ივანიშვილი ძალიან გაბრაზებულია. რესპუბლიკური პარტიაც ესეთია, ერთადერთია პარტიათაგან, რომელშიც საზოგადოება ჩემ დახმარებას არ საჭიროებს. ძალიან დაბალი რეიტინგი აქვს რესპუბლიკური პარტიას, 1%-იც არ ეკითხება დღეს, არ ეკითხება გამოკითხვებში, რაც ვნახეთ ჩვენგან თუ სხვისგან. და მე ვფიქრობ, ამას აქვს მიზეზი და საოცრად სწორედ აფასებს საზოგადოება, ჩემი აზრით, რესპუბლიკური პარტიის რეიტინგსაც და რატომ? რესპუბლიკური პარტიისთვის სახელმწიფო იწყება იქ, სადაც იწყება რესპუბლიკური პარტია და სრულდება ზუსტად იქ, სადაც ტარდება რესპუბლიკური პარტია. დანარჩენ სახელმწიფოზე თუ განვაზოგოდებთ, ვთქვათ, ესეთი წარმოდგენა აქვთ, რაც რესპუბლიკური პარტიაში არ შედის. მიღმარჩება, რომ ილია ჭავჭავაძე არც თუ ისე კარგი კაცია, კი არ ვციტირებ მათი წევრების გამონათქვამებს, უკეთებ სწორი ინტერპრეტაციას. და ვიღაც დამყრობელი არც თუ ისე ცუდი კაცია. ესეთი გამონათქვამები ხშირად გვესვით მათგან და განათლებულობით, დამძიმებული თავებით ხშირად ესეთ შეფასებებს აკეთებენ და საზოგადოება ამას ადეკვატურად პასუხობს. საერთო ჯამში თუ შევაფასებთ, კიდევ ერთხელ დავუბრუნდებით რესპუბლიკურ პარტიას, აქაც მათ არ აქვთ არავითარი რესურსი იმისა, რომ საერთო სახალხო საქმეზე და სახელმწიფოზე იფიქრონ, ახერხებენ ისევ ერთ ჯგუფში და ერთი ჯგუფის იდეალებში ხოთვა შეასხან საკუთარ პარტიას. უსუფაშვილს არ აქვს მსგავსი თვისებები, რაც კვირიკაშვილს. არც ერთი რაც მსგავსი ჩამოთვალე. ისევ ქართული ოცნებაში კოალიციაში ყოფნის დროს მოახერხა და პარლამენტის თავმჯდომარე გახდა ისევ ჩვენივე დახმარებით, ამას გვამადლის მუდამ. მოკლედ ძალიან გაბრაზებული იყო, ტონზეც ეთყობოდა ივანიშვილს. თამარ ხიდაშელი რესპუბლიკური პარტია, მისი ერთ-ერთი ლიდერი ყავს ახლა ჩვენ სტუდიაში. დიდი მადლობა თამარ, რომ ხართ ჩვენთან ერთად. რა იყო თქვენი რეაქცია, როდესაც მოისმინეთ ასეთი ღია თავდასხმა რესპუბლიკურ პარტიაზე? ეს იყო, თუ არ ვცდები მე, დათო უსუფაშვილის მიმართ მისი პირველი ასეთი მწვავე კრიტიკა, რა სიტყვით? მოგესალმებით იგა, მივესალმები მაყურებელს. ჩემთვის ჩემი რეაქციები და ჩემი ემოცია ალბათ ნაკლებად საინტერესოა. მე ვფიქრობ, რომ თავად საზოგადოებისთვის იქნებოდა გაუგებარი ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეფასება. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს 2011 წლის შემოდგომაზე, როდესაც მან განაცხადი გააკეთა პოლიტიკაში მოსვლაზე, ორ მთავარ პარტნიორად დაასახელა რესპუბლიკური პარტია და თავისუფალი დემოკრატები და მე ვფიქრობ, რომ ის მაშინ ყოველ შემთხვევაში მისი პოზიცია ასეთი იყო, რომ რესპუბლიკელები სწორედ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები იყვნენ. ჩვენი პოზიციები და ღირებულებების ერთგულები ვრჩებით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მრავალპარტიულობა ამ ქვეყნისათვის არის გადარჩენის ერთ-ერთი გზა, ევროინტეგრაცია ერთ-ერთი გზა, დემოკრატიული ინსტიტუტების ნორმალური ფუნქციონირება ერთ-ერთი გზა არის ქვეყნის გადარჩენის, მაგრამ როგორც ჩანს, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა მოსაზრებები შეიცვალა ამ წლების განმავლობაში და დღეს იგი აბსოლუტურად სხვა ტონალობაში უცნაური იყო მისი ტონალობა, მაგალითად განათლებულობით დამძიმებული თავებით ისეთ შეფასებებს აკეთებენ რესპუბლიკელები, რაც არის მისთვის მიუღებელი, რესპუბლიკელები, რომლებიც ამბობენ, რომ ილია ჭავჭავაძე არც თუ ისე კარგი კაცია, მან აქცენტირება მოახდინა ინტელექტზე, რითიც გამოირჩევა დაუშვათ ქართული ოცნების ძველი კოალიციი და რითიც გამოირჩეოდა რესპუბლიკური პარტია. მე არ მინდა ვინმეს მივაყენო ეხა შეურაცხყოფა, მაგრამ ეს აღიარებული ფაქტია და ალბათ არასშემთხვევით ბიძინა ივანიშვილიც სწორედ ამაზე საუბრობდა, რომ აი განათლებით დამძიმებული თავები, რომელსაც გვამადლიან. რა მოხდა რეალურად ისეთი თქვენ როგორ ფიქრობთ, რამაც დღეს ის წყობიდან ისე გამოიყვანა, რომ უსუფაშვილზე თქვა, რომ ის გვამადლის საერთოდ თავის თავს? იცით რა არის? ერთი დაკვირვება მინდა საზოგადოებას გაუზია, რომ მე მახსოვს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, როდესაც მან თქვა, რომ რეგიონებში დაიწყებდა შეხვედრას, რომ თავარი, ასე ვთქვათ, მიზანი იქნებოდა პარტია ქართული ოცნების მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ კარგი იქნება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ამ მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა, იმიტომ რომ პარტია ქართულ ოცნებას ნამდვილად ჭირდება მხარდაჭერა, მათი სიტუაცია არც თუ ისე სახარბიელო არის, თუ დავუჯერებთ იმ გამოკვლევებს, რომელსაც ბატონი ბიძინა ივანიშვილი თავად ახსენებდა, ასე რომ
კარგი იქნება ამ მიმართულებით უფრო მეტი კონცენტრაცია და ნაკლები თავდასხმები სხვა პოლიტიკურ სუბიექტებზე, რომლებიც არიან თავისუფალი, დამოუკიდებელი და განაცხადს აკეთებენ არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობაზე. რაც შეეხება განაწყენებას ბატონ დავით უსუფაშვილთან დაკავშირებით, ეს ჩემი სიტყვები არ იქნება. მე თქვენ ალბათ სტუმარიც გეყოლებათ პარტია ქართული ოცნებიდან, მათგან გამიგია არაერთხელ, რომ დავით უსუფაშვილი სპიკერი გახდა არა იმის გამო, რომ ის რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, არამედ თავისი პიროვნული და პროფესიული უნარჩვევების გამო და დავით უსუფაშვილის ნაირი სპიკერი შეშურდებოდა ძალიან ბევრ განვითარებულ დემოკრატიის ქვეყანას. ასე რომ ეს თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ჩემი აზრით ეს პიროვნულ განაწყენების შედეგი უფრო არის, ვიდრე პიროვნული განაწყენები შეიძლება ვიფიქროთ იმიტომ, რომ თავის დროზე უსუფაშვილმა მას უარი უთხრა გადასულიყო ქართულოცნებაში. ეს არ არის არავისთვის საიდუმლო, ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან იქნებოდა თუ ქართული ოცნების სხვა ლიდერების მხრიდან, ბატონ დავით უსუფაშვილს ჰქონდა არაერთი შემოთავაზება, დაჟინებული შემოთავაზება, რომ ის წასულიყო პარტია რესპუბლიკური პარტიიდან და ყოფილიყო ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი, რაზეც მან მიიღო უარი. მე ვფიქრობ, რომ ეს სწორედ ამ განაწყენების შედეგი არის და რატომ სთავაზობდნენ ბატონ უსუფაშვილს ქართულ ოცნებაში გადასვლას, ესეც გვესმის, ხომ? რატომ? იმიტომ, რომ ბატონ დავითს აქვს განსაკუთრებული უნარჩვევები, ის არის ერთ-ერთი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პოლიტიკოსი ამ ქვეყანაში და ამას სამომრჩეველი ხედავს და მე ვფიქრობ, საზოგადოება ამას სწორედ შეაფასებს 8 ოქტომბერს მის უნარჩვევებს და ასევე რესპუბლიკური პარტიის ღირებულებების და ფასეულობების ისტორიას. 1%-იანი პარტია უწოდა, მაგრამ რესპუბლიკურ პარტიას. თამარ, ერთი კითხვა მინდა, თუ შეიძლება. ამ 1%-იანობასთან დაკავშირებითაც გავაკეთოთ რამ განმარტება 2008 წელს, როდესაც რესპუბლიკურმა პარტიამ დამოუკიდებლად მიიღო არჩევნებში მონაწილეობა, მას 4%-მდე სულ ცოტა დააკლდა. და თუ 2008 წელს ყოველთვის გაყალბდა არჩევნები, რატომ არ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არჩევნები გაყალბდა ასევე რესპუბლიკური პარტიისთვის, რომელიც თავისუფლად შეძლებდა ბარიერის გადალახვას, რომ არ ყოფილიყო ის ტოტალური შიში და გაყალბება, რაც 2008 წელს ყოველას გვახსოვს. ასე რომ ეს 1% საიდან არის მოტანილი არ ვიცი, არჩევნების შედეგებით ეს არ დასტურდება და რაც შეეხება კვლევებს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც სხვები, ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამ კვლევების ლეგიტიმურობას. ყველაფერს ვნახავთ 8 ოქტომბერს. ჩემი თხოვნა იქნება ყველას მიმართ, ნუ მოვახდენთ რიცხვებით манипуლირებას, ამომრჩევლის და საზოგადოების განწყობა 8 ოქტომბერს გამოჩნდება. რა თქმა უნდა, 8 ოქტომბერი ძალიან ბევრ შეკითხვას გასცემს პასუხს, მათ შორის ქართული ოცნების შედეგებიც, ოპოზიციური პარტიების შედეგებიც და ასე შემდეგ. ერთი კითხვა მინდა კიდევ ამ თემაზე დაგისვა და შემდეგ სხვა შეკითხვა მექნება თქვენთან. გუშინ მქონდა ძალიან საინტერესო ინტერვიუ დათო უსუფაშვილის, დიანა ტრაპაიძესთან ტელეკომპანია პირველში და მე მახსოვს ჟურნალისტის მიერ დასმული შეკითხვა, როდესაც მან რისგან უნდა გავთავისუფდეთ, სთხოვა დაეკონკრეტებინა რესპონდენტს, გულისხმობდა თუ არა იმას, რომ მაგალითად არაფორმალური მმართველობისგანაც უნდა გავთავისუფდეთ. მე მინდა დღეს ახლა გავიმეორო დიანას ეს შეკითხვა. როცა რესპუბლიკური პარტია უსუფაშვილის პასუხმა არ დაგაკმაყოფილა. არა, უსუფაშვილის პასუხმა კი, მაგრამ მე ვერ წარმომიდგენია, რომ რესპუბლიკურ პარტიაში ყველა უსუფაშვილის დაწერილი ტექსტებით ლაპარაკობდეს, ამიტომ ყველას აზრი განსაკუთრებით მაინტერესებს. როდესაც თქვენ ამბობთ, რომ ჩვენ უნდა გავთავისუფდეთ, აი დიანას შეკითხვას თქო გავიმეორებ. დღევანდელი განცხადებების ფონზე იგულისხმება თუ არა, რომ თქვენ უნდა განთავისუფდეთ მათ შორის აი სწორედ ესეთი ტიპის ლიდერებისგან, თქვენ ანუ ქვეყანა, ესეთი ტიპის მმართველებისგან, არაფორმალური მმართველებისგან, რომლებიც ასე პიროვნული თავდასხმის რეჟიმში აწარმოებენ საარჩევნო კამპანიას, თუნდაც ყოფილ პარტნიორებთან, რომლებმაც მას უარი უთხრეს გადასულიყვნენ მის პარტიაში. რესპუბლიკური პარტია გათავისუფლებული არის არაფორმალური ლიდერებისგან. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი სტრუქტურა, გვაქვს თავმჯდომარე პარტიის, გვაქვს იდენტიფიცირებული ლიდერები, სპიკერები, რომლებიც თემებზე განცხადებას აკეთებენ. ჩვენ ეს პრობლემა არ გვაქვს და ჩვენ რომ პრობლემას ვხედავდით, ალბათ ამას უკავშირდება ის გადაწყვეტილებაც, რომ რესპუბლიკური პარტია ცალკე იღებს არჩევნებში. ივანიშვილთან და ქართულ ოცნებასთან მე პირადად მხოლოდ 1 წელი მომიწია, უფრო ნაკლები პარლამენტში პარტია ქართულ ოცნებასთან მუშაობა და ჩვენთვის პირველივე დღეებში იყო ცალსახა, რომ ჩვენ გვქონდა ღირებულებითი შეუთავსებლობა. ბევრ
სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით მაგალითად მე სხვანაირად ვხედავ რესპუბლიკური პარტია სხვანაირად ხედავს როგორ უნდა მოხდეს სასამართლო სისტემის საბოლოო გარდაქმნა და გათავისუფლება მაგრამ ამის მიუხედავად მაინც გამოიყენეთ ქართული ოცნება იმისთვის რომ თქვენ პირადად საგარეჯოდან შესულიყავით რეალურად მაგიტომ დაიწყო რეალურად თქვენ იყავით ის აქილევსის ქუსლი აღმოჩნდით რამაც საბოლოოდ დაარღვია ხო საგარეჯოს არჩევნებიც იყო ერთ-ერთი ტესტი იმის თუ რამდენად შეკრული იყო გუნდი და იქ ძალიან ნათლად გამოჩნდა რომ ეს ასე არ იყო ჩემთვის როგორც ასე ვთქვათ ახალბედა პოლიტიკოსისთვის რა თქმა უნდა ბევრი რამ იყო მოულოდნელი რაც საგარეჯოს არჩევნების დროს ვიხილე ეს გაყოფილი სახელმწიფო რესურსი როდესაც ერთი ნაწილი ღიად თუ ფარულად ჩემს ოპონენტს ეხმარებოდა შემდეგ იქ ადგილობრივი უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა და ასე შემდეგ თუმცა საგარეჯო სხვა თემა არის მე იმაზე ვაკეთებ აქცენტს რომ ნამდვილად იყო შეუთავსებლობები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით თუ გახსოვთ ასევე შემოვიდა პაკეტი რომელიც ეხებოდა პოლიციის მხრიდან ასე ვთქვათ ფარულ თვალს ავტომობილებზე და ეს იყო საგზაო მოძრაობის წესების დარეგულირების მოტივით შემოტანილი ანუ ჩვენ ძალიან ბევრ საკითხებზე ჩვენ გვქონდა მე რაც დავინახე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში გვქონდა განსხვავებული მოსაზრებები და მე ვფიქრობ რომ ჩვენი სიძლიერე ის არის რომ ჩვენ ყოველთვის ვრჩებით ჩვენი ღირებულებების ერთგული მე მეჩვენება რომ უსუფაშვილი ნამდვილად გათავისუფლდა რაღაც თავისუფალი ტიპის პოლიტიკოსი რომელიც 4 წლის განმავლობაში ეს თავისუფლება მისგან ნამდვილად არ იგრძნობოდა ცოტა უფრო თამამი ცოტა უფრო ლაღი და ცოტა უფრო უსუფაშვილისეული გახდა მან აღნიშნა რომ ის იყო მუდმივად ეს ვთქვათ ყველაზე დიდი მეხანძრე ამ ქვეყანაში და ის ნამდვილად იყო დაკავებული ამ კონფლიქტების მოგვარებით რაც არსებობდა პრემიერსა და პრეზიდენტს შორის პარლამენტის სხვადასხვა ფრაქციებს შორის და ასე შემდეგ თამარ ორი კითხვა უნდა დაგისვათ და შემდეგ უკვე გიავოლსკი იქნება ჩვენი სტუმარი პირველი ნომერი პირველი რა შანსები აქვს თქვენი აზრით სახელმწიფო პარტიას დღეს თქვენს გარეშე რესპუბლიკელების გარეშე კოალიციის სხვა წევრების გარეშე ვინც ყველამ დატოვა ნუ თუ ოცნებამ დატოვა ყველა ასე დავარ იცით რა არის მირჩევნია ამ კითხვებზე თვითონ ამ მომრჩეველმა გასცეს პასუხი რა ოქტომბერს არა 100 კაცი ეს არის წარმოუდგენელი მე ვფიქრობ რომ ეს არის აბსოლუტურად არარეალისტური ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს რომ ჩვენი გზები ნამდვილად აცდა ერთმანეთს იმიტომ რომ არსად არც ერთ განცხადებაში რესპუბლიკურ პარტიას არ უთქვამს რომ აუცილებელია რესპუბლიკური პარტია ჩვენ ყველაზე მცოდნეები კვალიფიციურები მოვიდეთ აბსოლუტური უმრავლესობით თორე ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება პირიქით ჩვენ ყოველთვის ვამბობდით რომ ამ ქვეყნის გადარჩენის ჩვენი ქვეყნის გადარჩენის ერთ-ერთი გზა მრავალპარტიულობა, განსხვავებული მოსაზრებები, როდესაც ხდება ბალანსი, მოსაზრებების შეჯერება და შემდეგ საბოლოო პროდუქტის მიღება. მე ვფიქრობ, რომ ეს რეალობას აცდენილია. მე მაქვს მოსახლეობასთან შეხვედრები, ვარ კანდიდატი საბურთალოს ნომერ 4 მაჟორიტარულ ოლქში და იქ ძალიან ცალსახაა, რომ ქართული ოცნების მიმართ კეთილგანწყობა ნამდვილად არ არის ისეთი, რომ მათ აიღონ 100 ადგილი და მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი ქვეყნისთვის იქნება უპირველეს ყოვლისა დამღუპველი, რომ რომელიმე პოლიტიკური ძალა მოვიდეს აბსოლუტური უმრავლესობით, იმიტომ რომ ჩვენ ეს ვნახეთ. ჩვენ ეს გამოცდილი გვაქვს ძალიან ბევრჯერ. კი ბატონო, მე აქვე მაყურებელს ვეთქვი, რომ ჩვენი 4 საათიანი გამოშვება დღისამდე მთლიანად ეთმობა თემას და ეს თემა არის დემურსტურვა და აი ტრაგიკულად განვითარებული და უფრო მძიმედ მერე პროცესები კიდე უფრო მძიმედ გულისხმობ ნაცემ დედას, რომელსაც უკრძალავდნენ, რომ თავისი შვილის შესახებ ჩვენებები პოლიციის წინააღმდეგ მიეცათ. მე მინდა თამარ გავიხსენოთ 2 დღის განმავლობაში ამ ქვეყანაში განვითარებული პროცესები, შუა დღის ქალაქში სროლები, მოკლული ადამიანი, შემდეგ კრიმინალური გარჩევები, შემდეგ ჩატარებული სპეცოპერაციები, მათი ოჯახის წევრების განცხადებები, რომ იარაღები ჩაუდეს და ისე აიყვანეს. დემურსტურვა, რომელზეც პოლიცია ახორციელებდა, პროკურატურაც ამას გვიდასტურებს ზეწოლას. რა ხდება ქვეყანაში? თქვენ რა შეფასებას მისცემთ ამას? მე ვფიქრობ, რომ კარგი ნამდვილად არ ხდება ამ მიმართულებით. ეს ბოლო მოვლენები ნამდვილად გვაძლევს ამ განცხადების გაკეთების საფუძველს. მე ვფიქრობ, რომ დემურსტურვას საქმე იქნება ინდიკატორი იმის, თუ რამდენად შეძლებს სახელმწიფო, რომ გვაჩვენოს ჩვენ ყველას რიგით მოქალაქეებს, რამდენად ვართ დაცული სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისგან და არა ხედავთ საკითხი როგორ დგას, ჩვენ დაცული ვართ თუ არა პოლიციის
პოლიციისგან და არა პირიქით პოლიცია რამდენად ეფექტურად გვიცავს. დემოს ტურვა საქმე ნამდვილად იქნება ამის ინდიკატორი. ამ საქმეში უამრავი სისტემური პრობლემა გამოვლინდა. უპირველეს ყოვლისა, ამან გვაჩვენა თუ როგორი შანტაჟზე არის აგებული სამართალდამცავი სისტემა, როდესაც ადამიანს იყენებენ, ასე ვთქვათ, დასმენისთვის, მას აშანტაჟებენ ამის გამო და შემდეგ, კარგი, გასაგებია შესაძლებელია ეს დაბალ გოლზე ხდებოდეს, მაგრამ შემდეგ რა ხდება? ამ დანაშაულში ბრალდებული ახერხებს მიმავლას, მაშინ როდესაც ჩვენ ვიცით, როგორ ფართოდ გამოიყენება მოსმენები, თვალთვალი და ასე შემდეგ და რატომ მოხდა ის, რომ ხელოვნურად მოხდა, ფიქრობ, დაგვეჭვი. იცით, ხალხოდამცველის განცხადებაც არსებობს არასამთავრობო ორგანიზაციების წინაშე და მე ამ წუხილს ვიზიარებ. ამ წუხილს ვიზიარებ. პასუხისმგებელი ვინ არის? ამ შემთხვევაში, აი კონკრეტულად დემურს ტურვას შემთხვევაში, თამარ კორძაია თქვენი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი იყო, პირველი, ვინც დღის ამბებში განაცხადა, რომ მისი აზრით პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელსაც დღემდე ამ წუთამდე ამ თემაზე განცხადებაც კი არ გაუკეთებია. ჩვენ მთელი საზოგადოება ელის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას, მას მართალი ხართ, ჯერ შეფასება არ გაუკეთებია, ძალიან სამწუხაროა, მან ეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე უნდა გაიაზროს. ყველამ უნდა გავიაზროთ, მათ შორის პოლიტიკოსებმაც პასუხისმგებლობა, რომ რაღაც სისტემაში ვერ შეიცვალა ისე. ჩვენ გვქონდა მცდელობა, რომ სისტემა უფრო ჰუმანური გამხდარიყო, გარკვეული მიმართულებით გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, განსაკუთრებით დასაწყისში, თუმცა დღეს ვხედავთ, რომ საქმე შეიძლება უარესობისკენ მიდიოდეს. მე არ ვადარებ განვლილ 9 წელიწადს. მე ვადარებ რა იყო დასაწყისში. თუ გახსოვთ თქვენ, იყო შემთხვევა, როდესაც ადამიანს პოლიტიკურ ოპონენტს იარაღი ჩაუდეს და შემდეგ ის ადამიანები, ვინც ეს გააკეთა, გენინსპექციამ თანამდებობიდან გაათავისუფლა. ჩვენ გვახსოვს სახელმწიფოს სწორი რეაგირება, მაგრამ როგორც ჩანს დრო გავიდა და ეს მუნდირის ღირსება ძალიან მნიშვნელოვანია პოლიციის ორგანოში და ისინი სათანადო რეაგირებას არ ახდენენ. მადლობა თამარ, მე მინდა წარმატება გისურვოთ, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენი სტუმარი, სხვა შორის რესპუბლიკურმა პარტიამ შაბათს გაავრცელა სწორედ ის განცხადება და თუ არ ვცდები ის იყო პირველი